მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის სანაპიროდან გაშვებული ქაღალდის ბუშტი 1000-ობით მილი გადაუფრინა წყნარ ოკეანეს და თითქმის გაანადგურა მანჰეტენის პროექტი. ხედავთ, 1942 წელს ამერიკელმა ბომბდამშენებმა ტოკიო რომ დაბომბეს, იაპონია სურდა საპასუხოდ აშშ-ის მატერიკულ ნაწილზე მიეყენებინა დარტყმა. მაგრამ არც ერთ მათ თვითმფრინავს არ ჰქონდა საკმარისი მანძილი რომ გადაეფრინა წყნარი ოკეანე, დაერტყა და უკან დაბრუნებულიყო. იაპონიას კი ჰქონდა აღმოჩენა, რომელიც მისმა მეტეოროლოგებმა რამდენიმე წლის წინ გააკეთეს. წყნარი ოკეანის თავზე 30,000 ფუტზე მეტი სიმაღლეზე ჰაერის ძლიერი ნაკადი არსებობდა. ის იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ ბუშტს ოკეანის გადაკვეთა შეეძლო. ამიტომ იაპონიამ ქაღალდით დაახლოებით 9000 წყალბადის ბუშტი ააგო. თავარად სკოლის გოგონები აწებებდნენ ერთმანეთს, რომლებსაც არასდროს უთხრეს, რას ამზადებდნენ სინამდვილეში. თითოეული ბუშტის ქვეშ იყო ჩამოკიდებული ცეცხლ გამჩენი და მძლავრი ასაფეთქებელი ბომბები. ერთი მარტივი მიზნისთვის: გადაეფრათ ოკეანეს და გაეჩინათ მასიური თხის ხანძრები შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მაგრამ იაპონიას ერთი პრობლემა ჰქონდა. ღამით ტემპერატურის დაცემისას წყალბადი იკუმშება, რაც ბუშტის ამწე ძალას ამცირებს და მას დაშვებას აიძულებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს ალუმინის ბორბალი, რომელსაც ქვიშის სტომრები აქვს შემოვლებული. როდესაც ბუშტი გარკვეულ სიმაღლეზე ქვემოთ ჩამოეშვებოდა, წნევის ჩამთველი ავტომატურად შემდეგ კი სუბუქი ბუშტი ისევ მაღალ სიმაღლეზე ქარებში ადიოდა. ინჟინრებმა იმდენი ქვიშა ჩათვირთეს, რომ 3 ღამეს ეყო. ეს დაახლოებით ის დროა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში მისასვლელად არის საჭირო. როგორც კი ბოლოდ ომარა ამოიწურა, იმავე მექანიზმა, რომელიც მათ შეიმუშავეს, დაიწყო ბომბების ჩამოშვება და ფითილის ანთება, რომელმაც დარჩენილი კონსტრუქცია გაანადგურა. და თითქმის არ დატოვა მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა. დაახლოებით 9000 ბუშტიდან, რომელიც იაპონიამ გაუშვა, კონტინენტზე მხოლოდ 300 იქნა აღმოჩენილი. და წლების ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო, ზამთრის წყალობით. იაპონიას რო სურდა გაეჩინა, იმ ხანძრებიდან თითქმის არც ერთი არ გარცელდა. თითქმის ყველა მაჩვენებლით კამპანია სრული მარცხი იყო. გარდა ერთი შემთხვევისა, ერთმა ბუშტმა შემთხვევით გადაკვეთა გადამცემი ხაზი, რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარე ბონევილის ქაშხალს უკავშირდებოდა. ეს ქაშხალი ელექტროენერგიას აწვდიდა ჰენფორდს, საიდუმლო მანჰეტენის პროექტის ობიექტს, სადაც რეაქტორები ამერიკის ატომური იარაღის პროგრამისთვის პლუტონიუმს აწარმოებდნენ. მოკლე ჩართვამ რეაქტორები ავტომატურად გამორთა. საბედიეროდ საგანგებო სარეზერვო სისტემამ რამდენიმე წამში აღადგინა ელექტროენერგია და თავიდან აიცილა ხანგრძლივი ზიანი. მაგრამ წარმოებას სრული სიმძლავრით დაბრუნებას მაინც დაახლოებით 3 დღე დასჭირდა. ჰანფორდში წარმოებული პლუტონიუმი მოგვიანებით გამოყენებული იქნა ფეთმენში, ატომურ ბომბში, რომელიც ნაგასაკიზე ჩამოაგდეს სულ რაღაც 5 თვის შემდეგ.